სამების საკათედრო ტაძარში წირვა ლოცვა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა აღავლინა. სასულიერო პირმა მარხვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ქორეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მოუხდა ისეთ თემებზე საუბარი, რამაც ადამიანთა გარკვეული ჯგუფის გაღიზიანება გამოიწვია, რასაც მეუფის მისამართით პრესის საშუალებით დაპირისპირება და მუქ არ ამოხვა. მეუფემ აღნიშნა, რომ ბევრი რამ გამოჩნდება და ბევრი ადამიანი გაუკეთებს საკუთარ თავს ლუსტრაციას. მე არ მინდა ჩემი სიტყვით ვინმე გავაღიზიანო ხოლმე. არამ ერთი რამეც უნდა ვიცოდეთ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს, იქ არავისთან დამთმობი პირადად მე ღვთისშეწევნით არა ვარ. ვინც არ უნდა იყოს, რა რეგალიაშიც არ უნდა იყოს. მრავალი ადამიანის სისხლი შეღაღადებს ზეცას. ერთი ხელის თითებზე ჩამოითვლება ის ადამიანები, რომლებიც ამის თავი და თავი არიან, რომ არა ისინი და რომ არა მათი აკვიატებული აზროვნება, ეს არ მოხდებოდა და საქართველოს ამას აცდებოდა. ამიტომ კეთილი ინებონ, მანამდე მოისმენენ ჩვენგან მაგას, ვიდრე არ შერწყებათ და თავიანთ საქმეებს არ აღიარებენ.